Уважаемый господин премьер-министр, уважаемые члены грузинской делегации, друзья, я рад вас всех приветствовать в Азербайджане. Как у нас говорят, хошкям бисюз, добро пожаловать. Я хотел прежде всего выразить благодарность вам, что вы приняли наше предложение посетить Азербайджан. Выражаю в этой связи вам благодарность большую. Это первое. И второе, мы очень высоко оценим предпринятый вами шаг посетить, так сказать, из многих стран впервые Азербайджан. Это высоко ценится и руководством Азербайджана, и, естественно, его народом. მოგახსენებთ ორივეს, რაც შეეხება ყარსი ახალქალაქის რკინიგზას, მე არ დამჭირებია კითხვის დასმა, მე თვითონვე გავაკეთე განმარტება, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, იმის გამო რომ შენ შეიძლება დასვა კითხვა, რომელსაც თვითონვე გასცე პასუხი და მე გავეცი პასუხი მას პრესკონფერენციაზე, რომ კითხვა ეკონომიური, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძველი რკინიგზა და ახალი როდესაც შევამწყობში, შესაძლებელია რომ პირველ ეტაპზე არ მოხდეს დატვირთვა ძველი რკინიგზის და თვითონვე გავეცი პასუხი, რომ გაშვებიდან როდესაც დარჩება 1-2 თვე ახალი რკინიგზის, ამ საკითხებს ჩვენმა მოვაგვარებთ შეგინითო მოლაპარაკებებით. აი ეს პოლიტიკურად როგორც ჩანს გაუმართავად გამომივიდა და ეს დაიწყეს ამაზე სპეკულაცია ჩვენმა ოპონენტებმა. რეალურად აქ კითხვები არც არსებობდა, მე არც დამისვავს გავსი კითხვა, ელემენტარულად შეხვედრის დროს პრეზიდენტთან გავიხსენე და ვთქვი, რომ როგორ უნდა იყო ფრთხილად და როგორ უნდა მოახერხო თუ არსებობს კითხვა, განიხილო ერთმანეთში და შიგნით. და თუ ვერ მოხერხდება, მაშინ შეიძლება ეს დასვა გარეთ და ამ ხრივ მე შეიძლება ცოტა ვიჩქარე, როდესაც ესე დასკვნა გავაკეთე. ჩვენი თუ გავითვალისწინებთ, როგორი ურთიერთობებია დღეს ჩვენ ორ სახელმწიფოს შორის, მეგობრული, აშკარად ძალიან კარგი ურთიერთობები და არა მარტო დღეს, ისტორიულად ჩვენ არასდროს მადლობა ღმერთს არ ქონია სერიოზული უკმაყოფილებები ორ სახელმწიფოს შორის. და ამიტომაც თუ კი კითხვები გაჩნდება, ჩვენ დღეს მოვილაპარაკეთ, მე მქონდა ძალიან თბილი და საინტერესო შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ბატონ ილხამ ალიევთან. ჩვენ ძალიან სწრაფად ნახეთ საერთო ენა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა ჩავატარეთ. და მოვილაპარაკეთ, რომ თუ გაჩნდება კითხვები, არსებობს კითხვები, ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან და შიგნით რომ არ გავიტანოთ ის გარეთ, დავსვათ, გავარკვიოთ და ამის შემდგომ მხოლოდ შეიძლება ეს კითხვები გავიტანოთ გარეთ. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, გაზის ტარიფთან დაკავშირებით, თუ თქვენ გაიხსენებთ ჩემს ბოლო პრესკონფერენციას, იქ მახსოვს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა შემეკითხა და მე ამ კითხვას განვავითარებ და დღეს იგივე ხუმრობით თქვი პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. როგორც ჩამეკითხა თქვენი ჟურნალისტი და მე იქ რეაქცია გავაკეთე და მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის სახელმწიფოს და მის მეთაურს და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ გაზ ჩვენ ვყიდულობთ ძალიან იაფად აზერბაიჯანიდან. ჩვენ ვყიდულობთ $155. პრესკონფერენციის დროს იქ ჟურნალისტმა დამისვა საკითხვა, რომ $155 ყიდულობ და ჩვენ შიგნით სახელმწიფოში ვიყიდით $120. დღეს ბატონ მალიევმა განმარტვა 120-ად არა 130-ად ვყიდით უკვე შეგნითო თუ კურსს გადავათამაშებთ და სწორ კურსს დავსვათ დოლართან დაკავშირებით, გამოგვდის რომ $130 თავისივე ქვეყანაში იყიდება გაზი, 155-ად ვყიდიან ჩვენ, რისთვისაც რა თქმა უნდა კიდევ ერთ შემთხვევით ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი, როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მე მაშინაც გამოვთქვავდი მადლობებს ამ ხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. და დღესაც შემიძლია გამიმეორო. შესაბამისად მე კითხვა ტარიფთან დაგლებასთან დაკავშირებით აღარ დამისვავს, მე მადლობა გადავუხადე და ეხლა შემიძლია გამიმეორო. ჩვენ გაზის ტარიფთან დაკავშირებით, რაც თქვენ გაინტერესებთ საქართველოში, უნდა მოვძებნოთ რეზერვები შიგნით. იქ არსებობს კითხვები და ჩემი აზრით არსებობს რეზერვები შეიძლება არ ძალიან დიდი, მაგრამ შიგნითო უნდა გავაგრძელოთ ძიება რეზერვების და მე მგონი უახლოეს დღეებში ამას გავარკვევთ. ბატონ ბიძინა, ბაქოში იმყოფებიან გიგი უგულავა, რამაზ ნიკოლეიშვილი და ჩვენი ინფორმაციით დავით კირკიტაძეც. აზერბაიჯანელი ანალიტიკოსები წერენ იმაზე, რომ როდესაც დაფინანსება ხდებოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყარსი ახალქალაქის, კორუფციულ გარიგებებს ჰქონდა ადგილი. ამის გამო ხომ არ შეიძლება ისინი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში თქვენ ვიზიტამდე წინათ მითადეთ. მე ვიცოდი პირველი ორი შესახებ, რომ მითხრეს ჩემო ჟურნალისტებმა და ძალიან
აუღელვებად შევხვდი, მაგრამ თუ კირკიტაძეს დაემატა, ეს მე უკვე მაღელვებს საერთაშორისო და შეიძლება რაღაც სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. არ ვიცი, მე ამას სერიოზულად არ ვეკიდები. რაც შეეხება დამოკიდებულებებს, თქო, კორუფციული თუ იყო ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ ჩვენ ამას დროში ალბათ გავარკვევთ და შესაბამის რეაქციასაც გავაკეთებთ. ენერგეტიკული რესურსების თემას დაუბრუნდები, ანუ საუბარია იმაზე, რომ იმპორტი მოხდეს აზერბაიჯანი ელექტროენერგიის თუ არის უკვე ცნობილი რა პირობებით მოხდება და როგორი მოქმედებს ეს თქვათ იგივე საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებზე ტარიფზე და კი ბატონო, სხვათა შორის მე დღეს პრეზიდენტთან ბატონ ალიევთან შეხვედრის დროს, როდესაც ერთ-ერთში მოხდებოდით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ უფრო რთული პრობლემები გაგვეხილა და უფრო მეტი პოლიტიკაზე ვისაუბრეთ ვიდრე ეკონომიკაზე და მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, ძალიან მეგობრული. ერთადერთი საკითხი და ერთ-ერთი იმ მცირე საკითხებიდან ეკონომიკური, რასაც მე შევეხეთ ძალგე საუბარში, ერთ-ერთი იყო ელექტროენერგიის საკითხი. მე უბრალოდ ინფორმაცია მივაწოდე ბატონ პრეზიდენტს იმის შესახებ, რომ ჩვენი ესეთი ურთიერთობის ფონზე საინტერესო იქნებოდა, რომ ჩვენ შეგვეძლოს უფრო მეტი შევიძინოთ ელექტროენერგია აზერბაიჯანიდან, რომ აზერბაიჯანმა მოახერხოს ფასები ისეთი დააწესოს, რომ იყოს კონკურენციული რუსეთის ფასებთან შედარებით და ბატონ ალიევმა გასაგანგარგულება, როდესაც ჩვენ ფართო შეხვედრა ჰქონდა, რომ ეს გაერკვიათ და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქაც მივიღებთ შედეგს და მივახცევთ. ვალაპარაკების გზით. დემარკაციასთან შეეხება საზღვრის ჩვენ შევეხეთ ყველა საკითხს, მაგრამ რა თქმა უნდა, მსჯელობა ამაზე არ დაგვიწყია. ორივე მხარე ვიცით, რომ ეს საკითხი არის გადასაწყვეტი. მე ძალიან ბევრი გამოვთქვი თუ გნებავთ საქების სიტყვები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიმართ, მათ მართლაც შეუდარებელი მიღწევები აქვს დღეს. ჩვენები მხოლოდ საუბრობდნენ, ესენი აკეთებდნენ, თუ შევხედავთ, სააკაშვილი აშენებდა და აშენებულია ბაქო. და ნახეთ როგორი აშენებულია თანაც და მართლაც ახალი ქალაქია და მე რამდენჯერმე გამოვხატეთ, ეხლა შემიძლია თქვა, რომ სიამოვნებით, სიხარულით აღნიშნავ ჩვენი მეგობარი მეზობლის ესეთ მიღწევებს, რომ ერთნი საუბრობენ, მეორნი აკეთებენ და მე ეს ნახე რეალურად დღეს და ძალიან მიხარია. რაც შეეხება თქვენს კითხვას შორსავი დემარკაციასთან დაკავშირებით, იქ ბატონ ალიევმა გაიხსენა, რომ ეს პროცესები მათ დაარეგულირეს რუსეთთან და დააწესეს და აღადგინეს და დააკანონეს საზღვრები საბჭოთა კავშირის შემდგომ, რომელიც არ იყო გადახედული. ამას სიამაყით აღნიშნა, რომ ამასაც მიაღწია მათ რიცხვში და მეც შემიძლია ხაზი გაუსვა ამას, რომ შევაქო კიდევ ერთჯერ, რომ ეს არის ნამდვილად ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს საკუთარ სახელმწიფოზე და საკუთარ სამშობლოზე. და ამ მხრივ ჩვენს ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის წევრებს მე ხაზგასმით მივუთითე, რომ ბევრია ის, რაც შეიძლება ჩვენ ვისწავლოთ და ვნახოთ. თავარია დამოკიდებულება. დამოკიდებულება იყო, რომ ხელმძღვანელობა უზრუნველად ეკიდებოდა მენეჯმენტს და რაც თავარია ეკიდებოდა როგორც სამშობლოს და საკუთარ ქვეყანას და ამიტომაც ძალიან ბევრი მიღწევები აქვს და მატრიხში აქვს მიღწევები ამ კუთხითაც. მათ აქვს ძალობა ჩვენთანაც იგივე გააკეთონ დემარკაციული ხაზი გავავლოთ ორ ქვეყანას შორის. თქვენ იცით, რომ გვაქვს ჩვენ კითხვები, ახლა ამ კითხვებსაც თუ ძალიან გვეთრათ არ გავიმეორებთ, მაგრამ დამოკიდებულება, ურთიერთობა, რაც არსებობს დღეს ორ სახელმწიფოს შორის, შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ახლა ჩვენ გუნდებს შორის, ორ ჯგუფს შორის. ჩემი ერთ-ერთი შეხვედრა ბატონ ალიევთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ყველაფერს საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ ჩვენ მხოლოდ შიგნით, მხოლოდ ორი მხარე, მხოლოდ მაგიდასთან ყველაფერს საკამათო რაც გვაქვს, გადავწყვეტ და აუცილებლად ჩვენ მივახცევთ შედეგებს და დავიწყებთ ალბათ ამ პროცესებში. ჯგუფები იმუშავებენ ორივე მხრიდან და ჩვენ მოვახერხებთ და სადემარკაციო ხაზებს გავავლენთ ყოველგვარი დიდი სკანდალის გარეშე. კამათი ალბათ შედგება, ეს ნორმალური პროცესია, კამათი ოჯახშიც ხდება, ოჯახის შიგნითაც და მე ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება რაც ორ სახელმწიფოს შორის არსებობს, ყოველგვარ საფუძველს გვაძლევს იმისას, რომ მოვახერხებთ და უნდა დავიწყოთ. ეს არის პროცესი ჩვენი მხრიდან განსაკუთრებით. ცოტა როგორ სიტყვები ხომ მივიწყებული შეიძლება ვთქვათ, აუცილებელია რომ ყველა სახელმწიფოს ქონდეს თავის საზღვრები, კარგად ვიცოდეთ და ვერ გვეოდეთ ამაში და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და ეს შეიძლება რაღაც ეტაპზე რაღაც დროს დაგვახარჯინოს, მაგრამ ამავე გაგვიოლებს კიდევ უფრო ურთიერთობებს.